ბატონო, ღმერთს ვთხოვავთ, ლოცულობას ვამ, ღმერთს ვთხოვავთ, ჯანმრთელობას, სიკეთე ბედნიერება გქონდეს, ვინც ჩვენთან მოდის. და აი ხა რას ვაკეთებთ ახლა თან რო გითხრა? აი პირველად ვაშუშებთ, აი ბანკებით ვაძლევთ ადგილს აღნიშნავთ, რომელიც ადგილიც უნდა რომ გამოვიდეს შხამი. საიდანაც უნდა გამოვიტანოთ ეს ის. გამოვიტანოთ ეს ის შხამები. იქ ქმნი ვაკუუმს სპეციალური აპარატით. ეს არის აი როგორც ადრე რომ ფილტვების ანთების დროს რომ კილებს, კოტოშებს რომ იყენებდნენ ხოლმე, აი ესეთნაირად გამოიბურცება ახლა აი აქ სხეული და იქნება გამზადებული იმისთვის, რათა პროცედურა დაიწყოს გიორგი. ხო ის. ახლა მოვშერთ აი ესეთი ფორმა მიიღო, ესე იგი იმ ვაკუუმ შექმნილმა კილამ. აი ჯერ ეთყობა, ბატონი გაცივებულია, ძელი გაცივებული იქნება, ახალი ნიშნობა არა, გაცივებულია და ცოტა ვირუსები აქვს კანში. ემას დასჭირდება მე იმ ბანკებით მასაჟის დროს ისიც გუკეთოთ და ეს ვირუსები, ანტიბების სითხები თუ რამე იქნება, თუ გაცივებული თუ წელისკივით იქნება, იმ ბანკებითაც გუკეთებთ მასაჟს, წეთლობას და გომოგოთ იმას და ვაყურებთ, კარგად იქნება. ეს რა არის? ახლა ეს არის ერთჯერადი ლანცეტი არის და განაკაწრებს ვაკეთებთ, ხო ამით? არ შეგეშინდეთ პატივცემულო მაყურებლებო, ესე იგი ეს არის დაახლოებით ისეთი შეგრძნება, ფხაჭნის შეგრძნება არის. როგორც აი მაყლოვანში რო ჩავარდნილ ხართ და ეკალს რო დაუკაწრი ხართ, აი დაახლოებით უსიამოვნო, მაგრამ არამტკივნეული შეგრძნება არის. უფრო ნაკლები. ბევრად უფრო ნაკლები, ბაკურ ხوار ტყენია? არა. აი ესე იგი კიდევ ახლა ვაკიუმს ვაკეთებ. კიდევ შექმნა კილა დააფარა, ისევ ქმნის ვაკუუმს. აი და წამოა დაიწყებს სისხლის მოძრაობა, ეხლა წამოა როგორც უნდა წამოა. და აი აქედან ესე იგი ამოვა ახლა კისერი. სისხლი არა, ამას ქვია უკვე შხამი, ხო? შხამი, კი, აი ეს კისერს დავატრიალეთ, ეკიტ რომ წამაიღოს, თუ მარილებიც ექნება, იმიტომ რომ ყველანი მარილები გოქნება აი ხერხელმა ეს ადგილზე და ეს რასაც კისერს გავამოწევებთ, იქ მეტად წამ. გიორგი, რატო მაინდა-მაინც აი ამ ადგილზე? ეგ ამ ადგილზე როგორც ფილტრი ადგილია, აი პირველად კეთება აქ, იმიტომ რომ აი სისხლი ხო ვენებიდან გამოდის გული დატრიალოთ ორგანიზმში. კიდო სიზარღვები ატრიალებლა, სანამ შავიდეს ღეზლთან ან გულთან. აი უნდა ფილტრი და გული და ესენი ერთ ადგილზე და აი გროვდება, ვეღარ შექმნის. ანუ აქ არის რაღაც სხეულის ერთგვარი ფილტრი, ხო, საიდანაც აი ეგ არის კი. შემდეგ ის კიდე რაღაც პერიოდულად კეთდება, ხო, რა პერიოდულობით შეიძლება ეს გაკეთდეს? 20 დღეს შემდეგ კიდევ ვაკეთებთ გუდუსუნზე, რაც ეგ დარჩება ან და წაილოკება, იქიდან გომოგოთ ის ფეხის ტკივილი, წერის ტკივილი, რაღაცა კაცური ან ქარული პრობლემების დროს, თირკმელების ტკივილის დროს იქ კეთდება, ისიც კარგი იქნება. იმის მე აი რომ მითხრა ახლა აი ეს სისხლის გამოშვების ეს მეთოდი. კონკრეტულად რა დაავადებების სამკურნალოდ არის გამიშვა? პირველ რიგში ეს ასუთაებს სისხლს, ვენებს, სიზარღვეებს, მარილებისგან, ცხიმებისგან, შხამებისგან, ტოქსინებისგან, სიზარღვეების სამიწროებას თუ ექნება კაცს ის კარგად კედლებს გაასუფთავებს, კურნალობს ჯერ შეწნევა, თავის ტკივილი, ყურებში თუ შუშუნი გოგ, აი სისხლის გასქელება, მერე ტკივილები რაღაცა თირკმელებზე, აი დიაბეტი ესე 70 დაავადებას გუნალობს ეს. და ზოგადად პროფილაქტიკისთვის არის შესანიშნავი საშუალება. ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ჯერ პირველ რიგში ენერგია გემეტება, იმიტომ რომ ახლა ვთქვით რომ აი ღამით დავიძინებ, დილას გავიღიძებთ 1 საათი კარგი ხაცეს, იმის მერე დაღლილები ვარ. იმიტომ რომ სისხლი არ მოძრაობს ვიღლებით მალე. ემას რომ გავასუფთავებ, სისხლის კარგად იმოძრაობს და ენერგია გოქნება უკეთესად კარგად. აი უყურე პირველად რაც გამოდის სითხეირი და მაგრამ მარილევიდესები აუცილებლად შეგიქნები და ნახავთ კენთი როგორ იქნება ფერიც. აი უსმნე, აი ხო, აი ეს აი უსმნეთ, აი ესეთი პირველად ჩამოდის სითხეები. ანუ ეს არ არის სისხლი, აი რაღაცა არა, ეს არის შხამი, მარილები. ჟელესებური რაღაცა ნივთიერება, უკაცრავად ცოტა უხერხული სანახავია, მაგრამ აი ეს არის შხამი, რაც ორგანიზმიდან გამოვიდა. ეხლა მე აი დაახლოებით 200 გრამი შხამი გამოვიდა ეხლა ორგანიზმიდან და მეორეჯერ ვიმეორებთ ეხლა აი ამ პროცედურას, ხო?
კი, მეორედ იქო გამოდის მეტი ეს, რაც ეხლა გამოვიდა წურველას გამაიარეთ ეს. დანარჩენი მეორე და მესამეს მე რო ვიღებ წურველა იმას ვეღარ გამაიარეთ. აჰა, ნუ წურბელას როცა გამოაქვს, ის კიდე მე ხანგრძლივად არის წურბელას ის და ცოტა დისკომფორტთან არის დაკავშირებული და ეს ახლა აქ რამე ნაიარევი რჩება ამაზე? არაფერი, 1-2 კილოში საერთოდ არაფერი არ იქნება. დაფხაჭია, ისეთი არ ვეხები. ანუ კვალიც კი აღარ დარჩება, ესე იგი სხეულზე აი ამ ნაფხაჭნების. ესერი კიდე გამოძრა. მე წელიწადში ორჯერ ვაკეთებ, ხოიცი. ხო, აი რა ინტენსივობით აკეთებ ამ პროცედურას, გიორგი? აი ეს ჯანმრთელობასი კარგია. მე თუ წნევა ძალიან მაღალი წნევები იქნება და აღარ აგულებს წამალი, ამას ვაკეთებთ, ეს აუცილებლად არეგულებს წნევებს, რა ვიცი. თავის ტკივილი ყურებში შუშუნისა. აი რამდენჯერ შეიძლება რომ ეს ადამიანმა გააკეთოს? ასაკის მიხედვით. აი, ვთქვათ, 18 რო კაცმა გააკეთა წელიწადში პროტეკციასთი რო გააკეთოს, ჯანმრთელობისთი რო გააკეთოს, ერთჯერ კარგია. მერე წელიწადში ორჯერ კარგი იქნება ასაკის მიხედვით 40 წლამდე და 40 წლამდე და წელიწადში სამჯერ ორჯერას შეუძლია რომ გავაკეთოთ. ხო, ესე იგი ახალგაზრდამ ეს წელიწადში ერთხელ რო გაიკეთოს, პროფილაქტიკისთვისაც კარგია. დაახლოებით 40 წელს მიტანებულმა ადამიანმა რომ წელიწადში ორჯერ გაიკეთოს არის ჯანმრთელობისთვის შესანიშნავი და ხანში შესულებმა სამჯერად შეიძლება გაიკეთონ წელიწადში. და ალბათ დაინტერესებს ჩვენ მაყურებელს რა ჯდება ეს პროცედურა, გიორგი? 100 ლარი ექნება მარტო შხამების გამოღება, რასაც ახლა ვაკეთებთ. მე თუ წამალი დაჭირდა, იმას წამალის ფასით თომ მეემეტება. წამალები ჩვენი არის სცენარებით, ყველაფერი, ქიმიური წამალი საერთოდ არ აქვს და ჩვენ ვეცდებით, რომ ხალხი არ მივაჩვენოთ წამალს. ჯერ იმ ანუ სცენარეული წამლები. ეს დამატებით თუ თქვა ადამიანის ჯანმრთელობა მოითხოვს კიდე რაღაც წამალს, თქვა სცენარეულ წამალს. მას შესთავაზებთ კი წამალს თუ უნდა წაიღებს თუ არა, ჩვენ წამლებსაც იგრე ვაძლევავთ, რომ ის ქიმიურ წამალზე თუ მიჩოვლია ორგანიზმი, ის დაიმიწყოს, გადმოვიდეს ჩვენ წამალზე, ჩვენ წამალის მე თავი დაანებოს საერთოდ წამალი აღარ დარჩება. მე ვიცი რომ ესე იგი ადამიანის შეძლების მიხედვით უდგები და გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ადამიანს არ აქვს ამის საშუალება, შეღავაცაც უკეთებ ხოლმე. არა, ფულის გამო კი არ ამუშავებთ. დიახ. დავიწყოთ მეორე. ესე იგი აი მეორეჯერ გამოდის, ანუ მე შემეშალა 200 გრამი კი არა, ერთ გამოღებაზე გამოდის 50-60 გრამი დაახლოებით ეს შლაკი, აი ეს მარილები, აი ეს პირად. აი ახლა მეორედა, აი პირველად ხო სითხე წამოიდა. მეორედ ნახეთ რა წამო. მეორეჯერ აი თლიანად ჟელატინისებური რაღაცა მიგერება არის. ეს სისხლი არ არის, აშკარად არ არის სისხლი. შხამებია, ტოქსინებია, მარილებია, ცხიმებია. ბაბურ ხო არ გტკივა? არა. აი ჩვენ საერთოდ რასაც ავჭამთ, მოწამლილია, წყალიც ახლა მოწამლილია და აბა ვენები და სიზარღვები როგორ უნდა გაასუფთავონ მთელ ორგანიზმმა ესენი თუ ანუ ეს არის ის ნივთიერებები, რომელიც ადამიანს საკვებიდან გადასდის ორგანიზმში. აი ახლა ეს შხამია ხო ახლა ფაქტორი? კი, ახლა შხამია. ესე იგი ეს რასაც ნახეთ, აი ეს ახლა თუ ძაღლს დოუგდოთ, 5 წუთში ძაღლი მოგდება, იმიტომ რომ ყველაზე ცუდი შხამები და ნაგევი ჩვენა გქ ადამიანები. ანუ ეს არის უკვე კონცენტრირებული შხამი, რომელიც ცხოველმა რო ძაღლმა რო შეჭამოს, შეიძლება მოგდეს. კი, აუცილებლად ეს ძალიან იმიტომ რომ ჩვენ ადამიანებს გვაქვს ძალიან ცუდი შხამები და ესე მესამეჯერაც უკეთებ ამას, ხო? მესამეჯერა ვაკეთებ, რა დარჩენია, ის შლაკები წამოვიდეს. ეს ერთი პროცედურა არის თავიდან ბოლომდე, რომელიც ჯდება 100 ლარი. 100 ლარი. წამლების გარეშე. აი შემდეგზე მე კიდე როდის შეიძლება მოვიდეს? 20 დღეს შემდეგ უნდა მოვიდეს, რომ გაიკეთოს კუდუსუნზე, რაც ეგ დარჩება წაილოკება იქ, ის ახლა კარგი იქნება, ფეხის ტკივილი, წერის ტკივილსაც კარგი იქნება. ანუ შემდეგ უკვე კუდუსუნიდან გამოგვაქვს იგივე, ხო? ეგეთი რასაც აქ ვაკეთებთ. ესე იგი თავის ტკივილები, წნევა, სისუსტე, საერთო სისუსტე, აი ეს ყველაფერი იხსნება. ჰეპატიტი, დიაბეტი, რემებსაც გულანობს ეს მეთოდი. ხო, გარდა ამისა სისხლი იწმინდება და იწყება სისხლის წარმოქმნის პროცესი, რაც თავისთავად სასარგებლო არის ორგანიზმისთვის. მერე თუ მისმეს დაბადება ექნება აი შაქიკი, ჰეპატიტი, დიაბეტი, თირკმელების ტკივილი. იმას კიდევ ცალკე უკეთებთ.
ეგრე ადგილებზე, იმ წერტილებზე, სადაც უნდა რომ უშველებთ იმ ტკივილებს. აი კონკრეტულად მაგალითად თუ თავის ტკივილები აქვს, შეიძლება თავზეც გაუკეთოთ, ხო, იგივე პროცედურა. კი. აი, სიარული რო უჭირს